სირიელი ტოლვილების ბედით შეძრული მსოფლიო კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა. ომის სირიაში დახოცილი ათასობით ადამიანი და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი უფრო მეტი მოქალაქე. სირიელი ტოლვილები ახლა ევროპისა და ევროპელების იმედად არიან. ტოლვილების კრიზისმა შენგენის შეთანხმებას საფრთხე შეუქმნა. ევროკავშირში ტოლვილების მიღების და კვოტების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ. ბელგია ერთ-ერთი ადგილია, სადაც კარვების ქალაქი გაიშალა. ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო ომს გამოექცნენ და საკუთარი სახლები დატოვეს, თავს ახლა ბაღს აფარებენ, რომელიც უცხოელების ჩაბარების პუნქტის წინ მდებარეობს. ადგილზე ქეთევან ქარდავა იმყოფებოდა და სირიელი ტოლვილები მოინახულა. უცხოელების მიმღები პუნქტი ბრიუსელში არ მუშაობს უქმებზე, ამიტომ რიგი რეგისტრაციაზე ორშაბათიდან განახლდება. შესაბამის უწყებაში აცხადებენ, რომ პრიორიტეტი მიენიჭებათ სირიიდან ჩამოსულ ტოლვილებს. თუ რა ვითარებაა იმ ბაღში, რომელიც არის მათი დროებით გასაჩერებელი ადგილი, თქვენ სიუჟეტში ნახავთ. დღეს 10,000-მდე სირიელი ტოლვილი შევიდა ავსტრიაში, მათ ადგილობრივები ოვაციებით დახვდნენ. გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მზად არის გერმანია 800,000-მდე ადამიანი მიიღოს და კოლეგებთან ერთად კანცლერი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ პრობლემა გადაიჭრას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კი აკრიტიკებს ყველა ლიდერს, რომელიც აკეთებს განცხადებას, ასე ვთქვათ, მოწოდებას იმის თაობაზე, რომ ჩამოდით სირიიდან ევროპაში. კეთილი იყოს ყველა ტოლვილის მობრძანება. ამ წარწერამ ბოლო დღეებში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ბელგიამ მეტნაკლებად მიიღო ყველა, ვინც სამოქალაქო ომში მყოფი სირიის ტანჯვით დატოვების შემდეგ უმძიმესი მარშრუტი გაიარა და ევროპის ცენტრამდე ჩამოაღწია. ტოლვილებისთვის და თავშესაფრის მაძიებლებისთვის ბელგია რამდენიმე ფაქტორის გამოა საიმედო გაჩერება. აქ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოციალური დახმარებაა. ეს იმ შემთხვევაში თუ პირი ჩაბარდება მისაბუთებს მიიღებენ და რაც მთავარია, უსაფრთხო ადგილია. სირიის ათასობით მოქალაქე ბელგიის დედაქალაქშიც ჩამოვიდა. ეს მათთვის ბრიუსელის ცენტრში გახსნილი სახელდახელო კარვების ქალაქია. ერთ-ერთი და არა ერთადერთი. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ომს გამოექცნენ, ახლა აქ თავიდან ნულიდან იწყებენ ცხოვრებას. არავინ იცის, მათი რეგისტრაცია რამდენ ხანში მოხდება, ან მოხდება თუ არა. დარჩებიან თუ არა ბელგიაში, ან სად გააგრძელებენ ცხოვრებას და რაც ყველაზე მთავარია მათთვის, დაბრუნდებიან თუ არა საკუთარ სახლებში ოდესმე. კარვების ბაღში შეკრებულ ტოლვილებს მოხალისეები ცხელი კერძებით უმასპინძლდებიან. ბევრს სახლიდან მოაქვს საკვები, თეთრეული, ტკბილეული პატარებისთვის, სათამაშოები, მცირეწლოვანი სტუმრებისთვის, სირიიდან ჩამოსულებს ყველაფერი სჭირდებათ. ხალხმრავლობაა იქ, სადაც ტანსაცმელია, ყველა სასურველ და მისთვის საჭირო ნივთს არჩევს. თავშესაფარს მიმღებ ქვეყანაში, რომელიც შესაძლოა მისი მეორე სამშობლო გახდეს, მარტო ბელგიაში ათასობით სირიელი პატარა ელოდება. მას შემდეგ, რაც ტოლვილები დატვირთული გემების ჩაძირვის ამბავი და ტრაგიკული ისტორიები გაიგეს, ბრიუსელში მყოფმა სირიელებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს ერთმანეთს მშვიდობით მგზავრობა და შვილების გადარჩენა, გზაზე, რომელიც ბევრისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მე ჰოლმსის რეგიონიდან ვარ. თურქეთი, საბერძნეთი, სერბეთი, მაკედონია, უნგრეთი, ავსტრია, გერმანია და ბელგია. არ მჯერა რომ სამშვიდობოზე ვიმყოფები. ბაშარ ასადი როდის გაჩერდება, არავინ იცის. სისხლის ყურა გრძელდება. სოფლიო ლიდერები ჩვენ უნდა დაგვეხმარონ. ხომ იცოდნენ რომ კონფლიქტის დროში გაწელვას ასეთი შედეგი ექნებოდა. მე 4 მცირეწლოვან შვილთან, დედასთან და ცოლთან ერთად ჩამოვედი ამ ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად მიღირდა ის წვალება, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. მადლობა ბელგიის მთავრობას, ჩვენი სოლიდარობა მშვიდობისთვის ბრძოლას ნიშნავს. ჩვენ თავისუფლება და მშვიდობა გვინდა. აქ ჩამოსვლა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. იძულებულები ვიყავით დაგვეტოვებინა ქვეყანა. მე პირადად რამდენიმე თვე შვილებთან ერთად თურქეთში ვიყავი და შემდეგ აქეთ წამოვედი. ვიცი შემოსავლის შოვნა გაგვიჭირდება. აქ ჩვენთვის ყველაფერი უცხოა და ჩვენც უცხო ვართ ბელგიისთვის. ტოლვილების კრიზისმა ევროკავშირში ყველა თემა გადაფარა და კრიზისთან გამკლავება პრიორიტეტი გახდა. ბრიუსელში პრესკონფერენციებზე არ დაუმალავთ, რომ
ამ პრობლემას ორგანიზაცია მოუმზადებელი დახვდა. ევროკავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნაცვლად 40,000 ლტოლვილისა ევროკავშირის ქვეყნებმა სულ მცირე 100,000 ლტოლვილი უნდა მიიღონ. თუმცა გაერო ევროკავშირს მოუწოდებს რიცხვი 200,000-მდე გაზარდოს და საერთო სტრატეგია შეიმუშაოს. კვოტებზე თავიდან უნდა შეთანხმდნენ. პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთის საგანგებო სამით პრაღაში გამართავს. ევროკომისიის წარმომადგენლები ადგილზე სიტუაციის შესასწავლად საბერძნეთის კუნძულზე გაემგზავრნენ. ამ კვირაში ეპიცენტრი უნგრეთის დედაქალაქი იყო. უნგრეთის პრემიერი ბრიუსელში ჩამოვიდა და გერმანიის კრიტიკა ღიად დაიწყო. ჩვენ ყველა უნდა დავარეგისტრიროთ და რეგისტრირების გარეშე ვერავის გაუშვებთ. ეს არ არის სტრატეგია, ეს კეთდება კანონის მიხედვით. ეს არ არის ევროპული პრობლემა, ეს არის გერმანული პრობლემა. არავის სურს დარჩენა უნგრეთში, არც პოლონეთში, არც სლოვაკეთში, მათ არ სურს დარჩენა. ყველა სურს რომ გააგრძელოს გზა და წავიდეს გერმანიაში. თუ ჩვენ შევქმნით წარმოდგენას, ჩამოდით და ჩვენ მიგიღებთ ყველას, ეს იქნება მორალური მარცხი. ვინაიდან ეს ასე არ არის. მორალურად და ადამიანურად მართებულია რომ ხმამაღლა არ ჩამოხვიდეთ. რატომ უნდა წახვიდეთ თურქეთიდან ევროპაში? თურქეთი უსაფრთხო ქვეყანაა. დარჩით თურქეთში. სარისკოა თქვენი ევროპაში ჩამოსვლა. ჩვენ ვერ გაძლევთ გარანტიას რომ აქ მიგიღებთ. ეს არის სწორი მიდგომა საკითხის მიმართ. მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენ არ ვიცავთ მხოლოდ უნგრეთის საზღვრებს, ჩვენ ვიცავთ შენგენს, ესე იგი ევროპის საზღვრებსაც. ჩვენ რაც ამ დრომდე ვნახეთ, ეს არის უფრო ეგოიზმი, ვიდრე საკითხების მიმართ ევროპული ტიპის მიდგომა. მოდით ვიყოთ გულწრფელი, ეს არის უმძიმესი და გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის. თუ ჩვენ არ შევთანხმდებით პრინციპებზე, ევროპული შეთანხმებების შესრულებაზე არის უდიდესი რისკი ევროკავშირში ღრმა დაპირისპირების, შენგენის შეთანხმება საფრთხეშია. 2011 წლის მარტიდან, ანუ კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე სირია დატოვა 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა. გაეროს მონაცემებით ყველაზე მეტი 3 მილიონი გადავიდა თურქეთში. თურქეთს მოსდევს ერაყი და იორდანია. სირიას 6 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს. ევროკავშირში კი ბოლო მონაცემებით ომის დაწყებიდან 2015 წლის მაისამდე 200,000-მდე სირიელმა მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. პირველი 6 თვის მონაცემებით 2015 წელს ევროპაში გზაში 2600 ადამიანი დაიღუპა. ალან კურდის ფოტომ და ვიდეო მასალამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ლტოლვილები საბერძნეთში გეგმავდნენ შესვლას, ნავი ამოტრიალდა პატარა ალანის ცხედარი ბოდრუმთან წყალმა გამორიღა. მამამ 2 ვაჟი 3 წლის ალანი ძმასთან და დედასთან ერთად გუშინ სირიაში ქალაქ კობანიში დაკრძალა. პრესა წერს, რომ კურდი ევროპაში მიგრანტების კრიზისის სიმბოლო გახდა, ევროპელი ლიდერების სირცხვილი და მათი გამოსაფხიზლებელი. სირიაში ომი გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლტოლვილების რიცხვი კიდევ გაიზრდება. იმის მიუხედავად, რომ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა ლტოლვილების კრიზისმა, ამ დრომდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს არ მიუღია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გაიმართოს საგანგებო სამიტი ბრიუსელში მომავალ კვირას. იმსჯელებენ მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრები იმ საკითხზე, რომელიც ეხება კვოტებს და ბრიუსელში ელოდებიან შინაგან საქმეთა მინისტრებს ევროპის ყველა წამყვანი სახელმწიფოდან. მადლობა ქეთი ქარდავა საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.